Erģerad გასახდელად. გავიგებთ. მოგესალმებით. თუ შეიძლება ამ ახალი კანონი არ ვიცი კანონია თუ წესი არის, ალბათ უფრო წესი არის, რის მიხედვით შეარჩიეთ, რატომ გადაწყვიტეთ და რას გულისხმობს საყოველთაო. კი ბატონო, მოგახსენებთ მე უფრო ცოტა წინ გავუსწრებ ამ საკრებულოს დადგენილების მიღებას, რის გამოც მიზეზი რაც გახდა ამ დადგენილების მიღებისა. მოკლედ 2014 წლის 22 სექტემბერს შეფეთილსერვის ჯგუფის ესე ვთქვათ გადაწყვეტილებით გადაწყდა რომ შემოწმებული იყო დედაქალაქში მოქმედი იურიდიული პირები თუ რამდენად სწორად ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებელი მათ. ეს შემოწმება დედაქალაქში დაიწყო ესე ვთქვათ გრანის რაიონიდან ესე ვთქვათ და შემოწმებულია დღემდე 5 რაიონი. აღმოჩნდა რომ ამ რაიონებში სამწუხაროდ იურიდიული პირები არასწორად იხდიდნენ უმეტესობა გადასახადს ზოგი ნაკლებს იხდიდა, ზოგი საერთოდ არ იხდიდა. ჩვენ რა თქმა უნდა გავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები და ყველას კანონის ფარგლებში სწორი მიდგომით დავარიცხეთ დასუფთავების მოსაკრებელი. იმ პერიოდში მოქმედებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ერიცხებოდათ მოსაკრებელი და რომლის მიხედვითაც ვალდებული იყვნენ დარეგისტრირებული იყვნენ გადამხდელებად. ასეთ შემთხვევებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით რო გითხრათ 100 ლარიდან 200.000 ლარამდე. ეს არის ერთჯერადად მათზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი, რაც მათ უნდა ეხადათ ქალაქის ბიუჯეტში და არ გადაუხდიათ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ რეალურად დასუფთავების მოსაკრებელი ხო დენთან ერთად, შუქთან ერთად ელექტროენერგიაზე მიბმული იყო დასუფთავების მოსაკრებელი 2013 წლის 1 ივნისამდე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მოსახლეობის კატეგორიის გადამხდელთათვის და არა იურიდიული პირებისათვის. იურიდიული პირები მოსაკრებელს იხდიდნენ დაკავებული ფართობის, ესე ვთქვათ, სადაც უნივერსიტეტები და სკოლები რო ავიღოთ ბავშვთა რაოდენობის მიხედვით და სხვადასხვა სიდიდეების მიხედვით. ანუ ელექტროენერგიაზე მიბმული პირებისთვის არ ყოფილა არა. და თქვენ უბრალოდ ჩამოაწერეთ, იმიტომ რომ შეღავათ. ჩამოწერეთ მიზეზი. 2014 წლის უკვე 12 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი დადგენილებით გაუქმდა ძველი დადგენილება, შემოვიდა ახალი რეგულაცია და ამ რეგულაციის მიხედვით უკვე ამის შემდეგ ვახორციელებთ იანვრიდან დანარჩენი რაიონების შემოწმებას. და იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე უკვე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ ძიმე და არათანაბარ პირობებში იმ პირებთან, რომლებიც შემოწმებაც ამის შემდეგ განხორციელდება, ქალაქ თბილისის საკრებულომ, ესე ვთქვათ, მთავრობის ინიციატივით გადაწყვიტა, რომ იმ იურიდიულ პირებს, რომელსაც კონკრეტულად 22 სექტემბრიდან ახალი საკრებულოს მიღებამდე 12 დეკემბრამდე ერთჯერადად დაერიცხათ მოსაკრებელი გასული პერიოდზე რამდენიმე თვეზე, ზოგი ესეთი რამდენადაც რახანდარი 13 თვე, 14 თვე, 13 თვემდე გადიოდა. ასე ვთქვათ, ამ ახალი დადგენილებით ამ პიროვნებებს ჩამოეწერებათ აი ეს ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებელი, ოღონდ ამისათვის ისინი ვალდებული არიან კანონის აი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მოგმართონ თბილისერვის ჯგუფს განცხადებით და მოითხოვონ ამ თანხების ჩამოწერა. აქ შესაძლებელია ისინი მოვიდნენ კახეთის გზატკეცილი ნომერი 67-ში, ასევე ბელიაშვილის ქუჩა ნომერ 25-ში, სადაც შეუძლიათ თავიანთი განაცხადების დატოვება. გასაგებია. და თუ არის შემთხვევები, რომ ეს ერთჯერადად და თუ კი ვინმე გადაიხადა უკვე, ანუ დიახ, აი მაგ მივდივარ, თუ გადაიხადა ვინმე ამ თვეების ერთად დარიცხული თანხა, ეს მოსაკრებლის ოდენობა დაუჯდება კრედიტში და შემდეგ თვეებში ექნება ესე ვთქვათ, წინ კრედიტ გადახდილად ჩაეცვლება. გასაგებია. და სამომავლოდაც ანუ ჩვეულებრივად უნდა მოუწევთ გადახდა რაღაც კონკრეტული სამ თვეში ერთხელ ხო როგორც ვთქვით, ანუ ეს თუ წელიწადში ერთჯერადად როგორ იქნება ეს გადასახდების? ჩვეულებრივად თვეში ერთხელ თვითონ ერთად მიუვათ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევაში თუ რა ფაქტია დაკავებული იმის მიხედვით. თითოეულ ობიექტს საკუთაოდ იქნება დაანგარიშებული. გასაგებია, დიდი მადლობა ჩართვის.